დღეს მინდა ვისაუბრო ამ ვიდეოში ძალიან ბევრისთვის საჭირო თემაზე, ძილზე. რატომ არის პრობლემა დღესდღეობით? მარტივად დაძინება და ზოგადად ძილი. ამ ვიდეოში ესაც ვილაპარაკებ, არ იქნება ახალი, მით უმეტეს არც ჩემი ვიდეოებიდან და მით უმეტეს არც არავისთვის ახალი, რაც თქვი ახლა ძილი არის ყოველთვის შრომავალი და უპირველესი რამ ადამიანისთვის და ორგანიზმის და გონებისთვის. და ამ ვიდეოში ვისაუბრებ ძილის ხრიკებზე, მიზეზებზე და როგორ უნდა გავუმჯობესოთ ზოგადად ძილის ხარისხიანობა. პირველი მიზეზი, რაც მინდა ვთქვა, არაერთხელ უკვე ჩემ ახსნა ვიდეოებში თქვი, ტექნიკა ძილის წინ. ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც ძილს უშლის ხელს, რომ უფრო სწორად ადამიანს უშლის ხელს, რომ დაიძინოს უფრო კარგად და უფრო ჰქონდეს ხარისხიანი და კარგი ძილი. ამის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მოусმენია მსგავსი რამ, რომ დაახლოებით 2 საათი ან 1 საათით ადრე გავანებოთ ტექნიკას თავის საერთოდ და მე დავიწყო. თუმცა გამიკეთები ეგეთი რაღაც და მინდა დავადასტურო, რომ მართლა მუშაობს. და ბოლო დროს ვცდილობ ხოლმე რომ ტექნიკასთან ძილის მაინც 9 საათი იქნება, 40 წუთი იქნება, 1 საათი იქნება. ისეთ ადგილას დავდო, რომ საერთოდ ხელმისაწვდომი არ იყოს. და მე უფრო კარგად დამეწინოს. პირველად როცა ვსადე ეგ ხრიკი, ანუ ტექნიკასთან 1 საათი უნდა იზოლაცია გამეკეთებინა ჩემი თავისგან. მაგ 1 საათის განმავლობაში ნელა ისე მეძინებოდა, რომ აი მართლა მუშაობს მეთქი და აი გამიხარდა, რომ ეგ მაგ ხრიკმა იმუშავა და მაგის მე ვცდილობდი, რომ უფრო მეტად და ხშირად გამეკეთებინა იგივე რამ, რომ უფრო მარტივად დამძინებოდა კიდეც. კარგი და ხარისხიანი ძილის მეორე ხრიკი, რაც მინდა თქვა, არის ერთ დროზე დაძინება და ერთ დროზე გაღვიძება. არ ვგულისხმობ ახლა, რომ დავიძინო დილის 5 საათზე, მაგათაც გავვიძინო დილის 10 საათზე. მაგრამ როცა ადამიანს ყოფნის 10 საათი დაუშვათ ძილი, 8 საათი დაუშვათ ძილი, რომ დაიძინოს ყოველ დღე და თავისი ორგანიზმი მოიყონოს აი ამ რეჟიმში, რომ დაიძინოს 12 საათზე, გაიღვიძოს დილის 8 საათზე. ეგ იქნება უკვე მაგ ორგანიზმის და მაგ ადამიანის რეჟიმი და მაგალითად თუ დაიძინოს მაგალითად 11 საათზე, გაიღვიძებს 6 საათზე, 7 საათზე, მე უკვე სხვანაირად ექნება მას მთელი დღე. შეიძლება უძინარი იყოს, ან მოკლედ სხვა ისეთ ფაქტორები შეიძლება დაემართოს, რაც უძილობის დროს ძალიან ბევრ ადამიანს, ანუ თითქმის ყველას მოკლედ აწუხებს. ვიცი ძალიან რთული არის ერთ დროს გაღვიძება, ერთ დროზე დაძინება და ერთ დროზე გაღვიძება. არც მე არ ვშვები ასე. მე ვიძინებ დაახლოებით 12 პირველისკენ ვიძინებ 10 საათზე. ხო, 10 საათზე 10:30 დაახლოებით. მაგრამ მინდა რომ მივეჩვიო დაძინება არ ვიცი რამდენი გავივა, მაგრამ დილას გაღვიძება მინდა 6 საათამდე. ან 6 საათზე. ძალიან მინდა ეგრე გავაკეთო, მაგრამ ხანდახან არ გავაკეთე, იმიტომ რომ მე ძილი მაგდება და მირტყავს როგორც ნერვულ სისტემაზე, ასევე მოკლედ ყველაფერზე. კონცენტრაციას მექვეითებს, როცა ადამიანი მელაპარაკება, ძალიან ელემენტარულ წინადადებასაც ვერ ვიგებ და ვერ გავმაქ მაგიდან აზრი. არ ვიცი რამდენს მოსვლია ესე, მაგრამ ასე ვიტყვი მოკლედ, როცა ძილის ნაკლებობას განვიცდი, რამეს როცა ვუყურებ ხოლმე საგანს, ნებისმიერ საგანს, მგონია რომ რეალური არ არის და მგონია რომ ილუზია. მესამე რამ, რაც მინდა ვახსენო ამ ვიდეოში და ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი არის სიბნელი და სიჩუმე. თუ უკუნი სიბნელი და სიჩუმე არ არის, აი გამორიცხულია რომ დავიძინო და აი ძალიან მინდა იმ ადამიანებს შევუერთდე, რომლებიც სინათლეში და ხმაურში იძინებენ, მაგრამ აი როგორ აკეთებენ მაგას არ მესმის დღემდე. და ძალიან მინდა რომ ეგრე გავაკეთო. მეოთხე რამ, რაც ჩემი აზრით მინდა ჩავსვა ვიდეოში, არის საკმარისი დაღლა დღის განმავლობაში. და რაც გულისხმობ ამაში. არის ხოლმე დღეები, როდესაც არ მეძინება ისე როგორც სხვა დღეებში, ხო? დღეებში. ეს არის გამოწვეული იქიდან, რომ არ ხარჯავთ საჭირო ენერგიას და მე ის ენერგია მიდის საღამოსკენ, იმიტომ რომ საღამოსკენ ძალიან ბევრი ადამიანი უფრო ენერგიულად ხსნობს თავს, ვიდრე
დღის პირველ ნახევარში, როგორც მე ვარ მაგალითად, აი არ მიყვარს დღის პირველ ნახევარი და დილა, იმიტომ რომ დილა ასოცირდება ჩემთვის უძილობასთან და ძილთან. და დაახლოებით 11 საათამდე თუ ვძინავს, ერთი არის 14 წუთი ჩემთვის. მაგრამ ამავე დროს იმ ხალხის მესმის, ვინებსაც უყვართ დილას გაღვიძება, მაგალითად 6 საათს და 7 საათს და დილას დგებიან და ვარჯიშობენ და ამ იმ აქტივობას აკეთებენ. მაგრამ რა ვქნა, ეგ აქტივობებს მეც მიყვარს, მაგრამ ძილი მიჩვენია. მინდა თქვა ესეთი რამ, რომ თუ ვერ ვიძინებთ, არ უნდა ვიღოთ ტელეფონი. მარტივია, ხო? მიუხედავად იმისა, როგორც უნდა გვეძინებოდეს და როგორც არ უნდა გვეძინებოდეს, ის დრო, რაც შეიძლება რომ დავხარჯოთ სკროლვაში, მე უფრო ვეღარ დავიძინებთ. შესაბამისად, თუ ვერ ვიძინებთ, იქიდან არის გამოწვეული, რომ არ გვაქვს დახარჯული საკმარისი ენერგია. და ეს ენერგია შეგვიძლია დავხარჯოთ სხვა აქტივობაში, არ ვამბობ სირბილში და დარბაზში ეწონების წევაზე. უბრალოდ სიარულიც კი ვარჯიში არის და თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი მაშილება არ იწოდეს, ძალიან კარგი და უფრო ხარისხიანი, ვიდრე მაგალითად სირბილი. ხანდახან დაახლოებით 10 წუთიანი, 12 წუთიანი სიარული არის საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლება შენ თავს გაუკეთო. და მე უფრო კარგად გაგეძინება და მე უფრო კარგად გაგიღვიძება და მიხვდები თუ როგორი კარგი ძილი გქონია და როგორ კარგად გეძინა. მეხუთე რამ, რაც მინდა თქვა ამ ვიდეოში, არის კუნთების დაჭიმა და რას გულისხმობ ამაში. ძალიან ბევრი ადამიანისთვის შემეჩნევა ეს რაღაც, რომ ფეხზე თამაშებენ ზოგს და მოკლედ ეგ არის ნერვული აშლილობის დამახასიათებელი რამ, რაც მეც მაქვს და მინდა თქვა ასეთი რამ, რომ როცა ვიძინებ ხოლმე სახის კუნთებს ვათამაშებ და თვალები მაქვს თორმე უფრო ძლიერად მოჭუტული, ვიდრე ანუ ჩოლები დახოჭო ხომ არის და მე უფრო ძლიერად მაქვს დახოჭული. და ეგ არის უკვე კუნთის დაჭიმვა. სთანამ ბოლომდე არ მოდუნდება ადამიანი, მანამდე გამორიცხულია რომ დაიძინოს. ეგ დარწმუნებული ვარ და ალბათ ძალიან ბევრი დამეთანხმება მაგაში. სანამ ბოლომდე არ მოვწუნდები და თვალებსაც უკვე მოვადუნებ, მანამდე აი გამორიცხულია რომ დამეძინოს. და ვისაც ძილის პრობლემა აქვს, დააკვირდეთ საკუთარ თავს, თუ რა აქვს კუნთის დაჭებული ფეხი იქნება, ხელი იქნება, სახის კუნთები იქნება, თუ მოდუნდეს მთლიანად დაწვეს ზურგზე. ძალიან გამოსტილი ტექნიკა აქვს ჯარში იყენებენ, მოკლედ როგორც ვიცი მე ამერიკულ სამხედრო ჯარში და ძალიან მარტივად ეძინებოდათ ხოლმე მე ჯარის კაცებს. და გამოსტილი მეთოდი არის. ხანდახან მეძინება ხოლმე მეც კი, მაგრამ ხანდახან არა, იშვიათად არ მოხდებს. ნოზე მოკლედ მოვდუნდები, მე უკვე მარტივად მეძინება. და შემდეგ უკვე მოდის იმაზე ფიქრები თუ რაიმე კუნთი არ გაამოძრაო. თუ იმაზე იფიქრებ, რომ აი მე ახლა საათ ნახევარი ესე ვიწვევი და მალე გავიდეს ეს საათ ნახევარი, მე ყოველთვის ეგრე გამიკეთებია, როდესაც ვიწექი, სანამ არ დამეძინებო და არ ვინძრეოდი. მაგრამ ზოგ ზე განმოხმენებს. და ასეთი რამ შემიძლია თქვა და ვახსენო. რაიმე სასიამოვნოზე რომ იფიქრო. ეს არის მე-6 ფაქტორი, რაზეც შეიძლება გავამხნოთ ყურადღება ამ ვიდეოში. როდესაც მე ადრე მაგალითად უფრო ფიქრობდი ხოლმე სასიამოვნო რამეზე, ჩემს თავზე ამ წარსულში ან მომავალზე, აი მარტივად უფრო მეძინებოდა, ვიდრე ახლა ვარ. შეიძლება იფიქრო წარსულის ბავშვურ მომენტებზე, მაგალითად, ან როგორი იქნები 10-15 წელიწადში, როგორი წარმატებული იქნები. ნებისმიერი მსგავსი რამ, რაც კი სიამოვნებას მოგფრის და დაგეძინება უფრო მარტივად. და ბონუსად რაც მინდა თქვა, თუ თვალები გეხილებათ ისე როგორც მე, თვალის ის რო არის, თვალის პაჩი, სახის ნიღავი მოკლედ ასევე ეძახით, ბევრი, ეგ შეგიძლიათ იყიდოთ, ძალიან ბევრგან იყიდება მოკლედ და საერთოდ ძალიან კარგად ეხმარება ადამიანს, რომ უფრო მარტივად ჩაეძინოს და არ გაახილოს თვალები, როგორც მე. დღეისათვის კი სულ ეს იყო მეგობრებო, რაც მინდა მეთქვა ვიდეოში. არ დაგავწევთ ახის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და ზარისხელის გააქტიურება. აბა დროებით.